პუტინმა ააფეთქა ომი და ქაოსი შეიტანა ნატოს სამიტზე, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ახალი მძიმე შეტევა დაიწყო სწორედ ალიანსის ლიდერების ანკარაში თურქეთში შეხვედრის წინადრეს. 2026 წლის 6 ივლისის გამთენიისას კიევში რაკეტები, დრონები და შენობები დაზიანდა, რაც მკაფიო პოლიტიკურ გზავნილს ატარებდა. მოსკოვს სურს მივიდეს საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდასთან შიშის, ზეწოლისა და გადაუდებლობის შექმნით. სანამ ნატო ემზადება თავდაცვის, სამხედრო ხარჯების, იარაღის წარმოებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხების განსახილველად, ვლადიმირ პუტინი ცდილობს აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ევროპული სივრცე შორმანძილზე დარტყმებით აალებინოს. თავარი სამიზნე იყო კიევი და უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე რეგიონი, მაგრამ ეფექტი ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა. პოლონეთმა სიფრთხილის მიზნით სამხედრო ავიაცია აამოქმედა. ევროპაში კვლავ დაიწყეს საჰაერო თავდაცვის განხილვა. ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვა პატრიოტის ტიპის რაკეტები, რომლებიც საწყობებში არ უნდა იდგეს უმოქმედოდ და დონალდ ტრამპი. ის ჩამოდის სამიტზე ზეწოლის ქვეშ, რომ მშვიდობის დაპირება რეალურ გადაწყვეტილებად აქცაქციოს. სწორედ ამ ეტაპზე ომი წყვეტს მხოლოდ ფრონტზე ტრაგედია იყოს და პირდაპირ მოთხოვნად იქცევა ნატოს შიგნით. რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი დამალოს? რატომ განახორციელა შეტევა ეხლა? როგორ უპასუხებს ნატო? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. რუსეთმა ორშაბათ დილით სარაკეტო იერიშების ტალღა წამოიწყო. რაკეტები და დრონები კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე. უკრაინული ხელისუფლებისა და საერთაშორისო მედიის ცნობით, შეტევაში ათეულობით რაკეტა და ასობით დრონი გამოიყენეს, რის შედეგადაც სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. უკრაინის დედაქალაქი მთავარი სამიზნე იყო, საცხოვრებელი შენობები დაზიანდა, სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მუშაობდნენ და მოსახლეობა იმ რაიონებიდან გაიყვანეს, სადაც ახალი ძალადობის საფრთხე იყო. შეტევა მოხდა სულ რამდენიმე საათით ადრე ვიდრე ნატოს სამიტი, რომელიც 2026 წლის 7-8 ივლისს ანკარაში უნდა გაიმართოს. დროის შერჩევა შემთხვევითობას არ ჰგავს. ვლადიმირ პუტინმა შეხვედრის წინ პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, რათა დებატებში შიშის გზით შეჭრილიყო. სანამ ნატოს 32 ქვეყნის ლიდერები თავდაცვის, სამხედრო ინდუსტრიისა და უკრაინის საკითხებზე სასაუბროდ ემზადებოდნენ, მოსკოვმა ყველაზე მგრძნობიარე თემას ცეცხლი შეუტლი შეუტანა. უკრაინული ქალაქების საკმარისი საჰაერო თავდაცვის არქონის პრობლემას, რომელიც ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვას უზრუნველყოფს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა თავდასხმაში გამოიყენა 350 დრონი და 68 რაკეტა. ყველაზე სერიოზული მონაცემი ბალისტიკურ რაკეტებს ეხება. ყველა ამ ტიპის 29 რაკეტა მიზანს მოხვდა სწორედ იმიტომ, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი ჩამომგდები სისტემები ასეთი საფრთხის დასაძლევად. უკრაინელები ახერხებენ მრავალი დრონის და ნაწილი ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებას, მაგრამ ბალისტიკური რაკეტებისთვის უფრო მოწინავე სისტემებია საჭირო, განსაკუთრებით ამერიკაში წარმოებული პატრიოტის სისტემები. Patriot-ის რაკეტები უნდა იყოს უკრაინის თავდაცვის დანაყოფებში, არა საწყობებში შენახული. ეს მოთხოვნა მიმართულია როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროპის მისამართით. უკრაინა იცის, რომ ამ ჩამჩრელი სისტემების გარეშე პუტინი გააგრძელებს ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას დიდი ქალაქების დასარტყმელად, მსხვერპლის გამოწვევად და მოსახლეობა მუდმივ განგაშში ამყოფოს. კიევისთვის ამ მიწოდებაში ყოველი დაგვიანება სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს. პოლონეთიც საგანგებო მზადყოფნაში გადავიდა რუსეთის შეტევის დროს. პოლონეთის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთის შორმანძილზე მოქმედი ავიაციის აქტივობის გამო უკრაინის წინააღმდეგ პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავები გააქტიურდა და სახმელეთო საჰაეროთო თავდაცვის სისტემები მზადყოფნაში გადავიდა. ეს ნაბიჯი პრევენციული იყო, მაგრამ აჩვენებს რისკის მასშტაბს. როდესაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან ახლოს, შეცდომის, პროვოკაციის ან საჰაერო სივრცის დარღვევის შიში მხისიერად ბრუნდება კრიზისის ცენტრში. ეს გაფრთხილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პოლონეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია. ნებისმიერი ინციდენტი, რომელიც მის ტერიტორიას შეეხება, შეიძლება ალიანსი კიდევ უფრო სერიოზულ დაძაბულობაში ჩააგდოს მოსკოვთან. ვლადიმირ პუტინი სწორედ მაშინ ცდილობს ამას, როცა ნატო განიხილავს, როგორ გაიყოს თავდაცვის ხარჯები. დონალდ ტრამპი ანკარაში შეხვედრაზე ჩამოდის, მოთხოვნით, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი დახარჯონ და კონტინენტის უსაფრთხოების მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. შეერთებული შტატების ზეწოლას ალიანსის წევრებზე კონკრეტული საფუძველი აქვს. შეუძლებელია მუდმივად ვაშინგტონზე დამოკიდებულება, მაშინ როცა რუსეთი ზრდის ხარჯებს.
ჩინეთი აკვირდება, ახლო აღმოსავლეთი დუხს და ევროპა ჯერ კიდევ ბიუჯეტზე დაობს, თითქოს საფრთხე შორს იყოს. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოკავშირეებისგან მოითხოვა მკაფიო, კონკრეტული და სარწმუნო გეგმები, რათა მათ შეასრულონ თავდაცვაში ინვესტირების მიზნები. განიხილება მიზანი, რომ თავდაცვაში ინვესტირება MŠP-ის 5%-ს მიაღწიოს. ვინც თავდაცვაში არ აბანდებს, კრიზისის დროს სხვა მთავრობის კეთილნებაზეა დამოკიდებული. ანკარაში გამართული შეხვედრა ასევე უნდა დაადასტუროს სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მოლოდინია, რომ მოკავშირეები დაახლოებით 70 მილიარდი ევროს ღირებულების აღჭურვილობას, დახმარებასა და წვრთნას დაპირდებიან 2026 წლისთვის ამ პაკეტში უშუალო მონაწილეობა შეერთებული შტატების გარეშე. ტრამპს სურს, რომ ევროპა მეტი გადაიხადოს, მეტი აწარმოოს და საკუთარ თავზე აიღოს ომის წილი. უკრაინა კი სურს, რომ ეს ფული დროულად გადაიქცეს იარაღად, საჰაერო თავდაცვად და საბრძოლო მასალად. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ასევე ჩაერთო ამ საკითხში და განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. მან განაცხადა, რომ ეს თემა ანკარის სამიტზე განიხილება. ევროკავშირმა ასევე გამოაცხადა გადარიცხვები უფრო დიდი დახმარების პაკეტის ფარგლებში, მათ შორის რესურსები უკრაინაში წარმოებული დრონების შესაძენად. მოსკოვი უკრაინას ადანაშაულებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში და ამას იყენებს ახალი საპასუხო ქმედებების გასამართლებლად. მაგრამ პოლიტიკური განსხვავება ნათელია. რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა, ომს აგრძელებს და ახლა ცდილობს თავისი შეტევები წარმოადგინოს როგორც პასუხი. Suas ofensivas como resposta necessária. მოსკოვმა განაცხადა, რომ მისი სამიზნეები იყო სამხედრო ობიექტები, იარაღის ქარხნები, ენერგეტიკული ზონები და ადგილები, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემების შეკეთება მიმდინარეობდა. თუმცა კიევში საცხოვრებელ შენობებზე მიყენებულმა ზიანმა კვლავ გამოავლინა ძველი რუსული წინააღმდეგობა. კრემლი სამხედრო ობიექტებზე საუბრობს. მაგრამ კადრებში ჩნდებიან შეშინებული მცხოვრებლები, განადგურებული ბინები და გადაუდებელი დახმარების ჯგუფები, რომლებიც გადარჩენილების პოვნას ცდილობენ. ეს არის პუტინის ომის ნიშანი. სტრატეგიულ ოპერაციად მოიხსენიოს ის, რაც საკუთარ სახლებში მძინარე ოჯახებს აზიანებს. ამ ამბავში დონალდ ტრამპიც ერთვება თავისი ზეწოლით. მან უკვე განაცხადა, რომ სურს ომის სწრაფად დაასრულოს, მაგრამ რეალობა ანკარაში ბევრად უფრო მძიმეა. პუტინი საუბრის გამო უკანდახევას არ აპირებს. ის იყენებს თავდასხმას, გამოფიტვას და შიშს, რათა მოლაპარაკებებში უპირატესობა მოიპოვოს. ზელენსკი სავარაუდოდ შეხვდება ტრამპს სამიტის დროს და დააკენებს პატრიოტის ტიპის ჩამჭრელების, საჰაერო თავდაცვისა და მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლის აუცილებლობის საკითხს. თურქეთი მასპინძლობს სამიტს რთულ პერიოდში. ანკარა ცდილობს აჩვენოს ძალა ნატოში, გააფართოვოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და მოახდინოს ზეწოლა სამხედრო სექტორში სავაჭრო შეზღუდვების შემცირებაზე. ელდოღანი ასევე ცდილობს გააუმჯობესოს დიალოგი ვაშინგტონთან და კვლავ დააკენოს სენსიტიური საკითხები დღის წესრიგში. ამასობაში უკრაინაში ომი ყველა ლიდერს აიძულებს იმ საკითხზე საუბარს, რომელსაც დიპლომატიური სიტყვებით ვერ გადადებ. რუსეთი ამოწმებს ალიანსის რეალურ შესაძლებლობებს. ეს არის პრობლემის არსი. თუ უკრაინას სჭირდება ჩამჭრები და ისინი არ მიეწოდება, თუ ევროპა საბრძოლო მასალას კპირდება და აგვიანებს, თუ პატრიოტის სისტემები არსებობს, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იჭედება, პუტინი დროს იგებს. და დრო ამ ომში ნიშნავს დაბომბულ ქალაქს, დასუსტებულ დაცვას და მოსახლეობას, რომელიც სირენების ქვეშ ცხოვრობს. ზელენსკის რეაქცია სწორედ ამ გადაუდებლობაზე იყო აგებული. მან გააფრთხილა, რომ რუსეთი ახალ თავდასხმებს ამზადებს და რომ ნებისმიერი დაგვიანება საჰაერო თავდაცვის რაკეტების გაგზავნაში მოსკოვს აძლევს სტიმულს გააგრძელოს შეტევა. მოსკოვი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული რაკეტების, დრონებისა და ფსიქოლოგიური ტერორის ტალღებზე, რადგან ვერ ახერხებს ომი პოლიტიკურ გამარჯვებად აქციოს. სამიტი იწყება მკაცრი მოთხოვნით. ან ნატო დააჩქარებს პასუხს, ან პუტინი გააგრძელებს ყოველი საერთაშორისო შეხვედრის გამოყენებას, როგორც სცენას ქაოსის გასაზრდელად. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაცია მოგაწოდოთ. თქვენი წვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.